მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ახლა უყურებთ Georgian Hunters YouTube არხს, მე ვარ ირაკლი, ეს არის ვაჟა. და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქტიურობისთვის, კარგი შეფასებებისთვის და კარგი კომენტარებისთვის, რაც ჩვენ ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს, რადგან ჩვენ სხვა ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ერთგული მაყურებელი და როგორც ხედავთ, მოგესალმები ირაკლი. სულ რაღაც 1 თვე და 15 დღე დარჩა რომ ახალი ნადირობის სეზონის გახსნამდე. კი ბატონო. და ვისაც უყვარს მულოცავ და მინდა რომ ეს დღე გავიდეს მალე და ამასთან ერთად სულ რაღაც თვენახევარი თუ თვე და 15 დღე დარჩა ჩვენ გათამაშებას და ირაკლი მინდა გკითხო რომ აი ამ ხრის მანძილზე რამდენი არის კომენტარი, როგორ არის, რა არის, ეგ რომ ჩვენს აყურებელს აუხსნა. კი, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და სხვათა შორის ახლახანს გადავამოწმე. 1300 მონაწილე არის. ადამიანი, ვინც კომენტარს წერს მაგ ვიდეოზე, არის პოტენციური გამარჯვებული, ესე რომ ვთქვათ. და ჯერჯერობით 1300 ადამიანია, ვინც იღებს მონაწილეობას, გამოწერილი აქვს YouTube არხი, დალაიქებული აქვს ვიდეო, კომენტარებში დააფიქსირა თავისი აზრი, ნებისმიერი კომენტარი, ვინც მაგ ვიდეოზე დაწერთ კომენტარს, ერთი სიტყვით ხართ პოტენციური გამარჯვებული, რადგან ჩვენ როდესაც 10 აგვისტოს პირდაპირ ეთერში გავალთ, YouTube რენდომაიზერი არის ეგეთი პროგრამა, რომელიც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე თავისით ავტომატურად ამოარჩევს ადამიანს და ერთ უნიკალურ კომენტარს აირჩევს YouTube comment picker-ი. და ეს ადამიანი შეიძლება იყოს თქვენ, ამიტომ მიაქტიურეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ნებისმიერ აზრი. ჯერ კიდე არის დრო და შეგიძლიათ გახდეთ გამარჯვებული. და რას ვთამაშებთ მართლა სანადირო იარაღს. ჩვენ სახელზე და მაღაზია მაგნუმის სახელზე გექნებათ ერთი ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი იარაღი. ხო, ეს რა ხდება დღეს რას ვაკეთებთ? ირაკლი, ესე იგი ჩინეთიდან ჩამოგვივიდა ატა თურქუას ეგრეთ წოდებული დასადგამი. აჰა. ესე იგი წიეს იდიმევა წინ, ეს იდიმევა უკან, მაგრამ წამოღებული გვაქვს წიწიბულა. კი ბატონო. არა, საჭმელად აქ უნდა ჩავყაროთ და დღეს გავისვრით, თან გვაქვს კიდე ახალი სიახლეები და ვიდეოში თან ყველაფერს ვაჩვენებთ. ხო, რაც შეეხება წიწიბურას, რატომ აურჩიეთ წიწიბურა? ახლა შეიძლება ამაში ჩაყარო, თქვათ, ქვიშა და მსგავსი რაღაცა, მაგრამ არ არის კომფორტული, ძალიან დამძიმდება და ფორმასაც, იარაღის ფორმასაც მარტივად ვერ მიიღებს. ახლა ჩვენ ამას ბოლომდე არ გავავსებთ, აი всё. აი ესე, კარგად გაჯდეს. ახლა აქა მოიცა? ჯერ ამაში აკლია. კი, ჯერ ახლა ჩავყავ და მე დავამატებ. კი ბატონო. და თვითონ წიწიბურას კრისტალს ისეთი ფორმა აქვს, რომელიც ერთმანეთში ესე მჭიდროდ, როდესაც მძიმესაგანს მასე დადებთ, მოათავსებთ, იღებს უნიკალურ ფორმას, ძალიან მარტივად. იაფიანი და მუშა ვარიანტი არის. თუ მოგშივდება? ხო, სანადირო თუ იქნებით, მოგშივდება, ამოვიღებ უხარშავთ. ერთი საქმით ვაკეთებ ორ საქმეს. კი, ეგრე არის ნამდვილად. მომეცი მაგ დავამატოთ ცოტა. კი, ეს არის კონდახისთვის. ჩაძით თოქემოთ. ცოტა ისქენი გადიდე. იცოდი. აჰა. ჩაძიქოთ. ხება. უნდა გიდე. კიდე უნდა. ვანახე. კიდე უნდა. მოდი ამაში ჩავყარო, თავარი არის ეს წინა მხარე. ხო, სხვათა შორის ძალიან კარგად მოირგო და როგორ დამძიმდა. ჩაწიქოთ. ზუსტად 2 კილო ნახევარი არის ეს წიწიბურა. ანუ რა გამოდის 2 კილო ნახევრით მეტი ტვირთი გექნებათ. ეს ბუნებაში დაიყაროს, არაფერი არ უჭერს. ჩიტები მოკენკავენ. შეჭამენ მწყერები. სხვათა შორის აქ ძალიან ბევრი მწყერია. გამოვუკვებოთ. კი. იგა ცოტა ისი მოკიდე ხელი კარგად ჩავყარ. ეს ამხელა ყოფილა. კი. აი ასადე. არა, ეს უნდა მოხველა. შენ ზოგადად ვიცავ. ეს უნდა ყველა მაგ ეუნე. მაგრამ თავარია ის გავავსო. არც იყო ბადაჟი.
ძალიან დიდი ტევადობა ქონია. და რაც იყო მაღაზიაში სიწურა წამოვეთ. ეს სავალდებულო არაა რო გაავსო. აი ესეთი. ხრიწები აქვს, ამას აქ ეს გავუკეთებ. და უკლეთ ტომარა ერთი სიტყვით მზად არის. აჰა, ეს ერთი ტომარა ძალიან კარგი გამოვიდა სხვათა შორის. ხო, და უკანას არ ეყო რა. წესით აი ესეთი რაღაცა ვარიანტია რა. ამას დებ წინ და ამას მოშორებით უდებ კონდახისთვის. მოკლედ ესია. ხო, სანამ იარაღს ააწყობს ვაჟა. ააწყო უკვე. ხო, როგორ იქნება? ეს არის უკანა ეს წინ, ხო? კი. შვენიერი გამოვიდა იქ. კი, ეს ბოლომდე სავსე არც არის საჭირო. მინდა გითხრა. შვენიერი გამოვიდა. კაია, ხო? ეს რო გაივსება. ხო, იყოს პრინციპში ასეთ ვარიანტში. შვენიერი. ეხლა კიდევ ერთი მაგარი სიახლე გვაქვს, არ უნდა დაგვაუწყდეს. ამერიკულმა ბრენდმა და ამერიკულმა კომპანია Discovery Optics-მა მოიტანო? ხო, რომელიც იწარმოება ჩინეთში სტანდარტულად, ზოგადად მოგეხსენებათ ყველაფერი დღეს ჩინეთში იწყობა, მაგრამ ბრენდი არის ამერიკული. გააკეთა ეგეთი შემოთავაზება ჩვენთვის რა. ეხლა გაჩვენებთ მაგასაც. გამოგვიგზავნა. გამოშინია ნახე. აი, გამოგვიგზავნა. აი, მეგობრებო, შევადაროთ. 525 FFP. ეს არის Discovery Optics-ის ოპტიკა, რომელიც შესაძლებელია, რომ საქართველოში პირველად იმყოფებოდეს და გვერგო ამისი გაბინერება წილად, რომ გაგვეტესტა. და ამ გატესტვასთან ერთად შესაძლებელია და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები გავხდებით საქართველოში. თუ რა თქმა უნდა, გაამართლა მოგვეწონება ხარისხი ხარ ჩვენი ხალხი ხო არა ვართ რაღაცა ბანძირო დავარეკლამოთ და ამას დღეს ნახავთ. ეს არის ყუთი, სადაც მოთავსებული იყო ეს ოპტიკა, სხვათა შორის ძალიან მრავალ ფუნქციურ, ხო, ყუთში ძალიან ბევრი რაღაცა ნახე, აი ელემენტარულად. საწმენდი ჩოთქები, თავისი ხელსაწყოები და ისეთი მოწყობილობა, რომელიც გვეხმარება ოპტიკას ზუსტად დავაყენოთ რელზე. ეს ბევრმა მაღაზიამ არც იცის და ძალიან ბევრ ოპტიკას კომპლექტაციაში არ მოყვება. ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში მე პირველად ვნახე ეს და ძალიან გამიკვირდა რომ აქიდო. ხო, ასევე აი ეს ტარი, რომელიც აქ ამოვაყირავთ მე, ეს არის ნახე რა, ზუმის გადმოსაწევი რა. და არ დამიყენებია. თვითონ მეტალიც რო აიღო ძალიან ისეთია რა, ხარისხიანი არის, თვითონ ერთი შეხედვით ხარისხი უკვე ეტყობა ამ ოპტიკას და ნახოთ აბა პრაქტიკაში რას იზამს. ძალიან კარგად გამოიყურება, მინდა გითხრა და ეხლა დაწერთ კომენტარებში რომ ახლა ოპტიკა მიარაღს რა თუნდაო, მაგრამ მე ზოგადად მიყვარს ესეთი დიდი აქსესუარები იარაღებზე და ვიზუალურადაც რა ვიცი, ჩემი აზრით კარგია, მაგრამ რაც შეეხება მეორე იარაღს, Redwin-ს, ეს ატათურქუას, ეს არის ვაჟას იარაღი, რომელზეც Redwin-ის ოპტიკაა მოთავსებული. ეს არის სრულიად საკმარისი ამ იარაღისთვის რა. ეს არის როგორი რაღაცა, იცი, არც ზედმეტი ფუფუნება არ არის. ეს არის ამ იარაღისთვის უაზრობა ბჭყალებში რო ვთქვათ, იმიტომ რომ ამ იარაღს არ აქვს შესაძლებლობა რომ 700-800 მეტრაზე სიზუსტით იმუშაო. შესაბამისად, ეს ოპტიკა ოპტიმალური არის ამ იარაღისთვის და რაც თავარია, მსუბუქი. ჩემი იარაღი გახდა უკვე დაახლოებით 5 კილო ნახევარი, კი. ეგ უნდა აღვნიშნო, რომ წონა აქვს ნამდვილად, რასაც კომფორტად და პლუსში ვერანაირად ვერ ჩავთვლი და ვიზუალურად აი ეს დეტალები ცოტა არ მომწონს რა. აი ამ ოპტიკის უფრო დახვეწილი არის. ვიღაცამ როგორ თქვას, რომ რეკლამას აკეთებენ, რომ მოდი პირდაპირ თქვათ რა მოგწონს, რა არ მოგწონს რა. ხო ჯობია ეს. გავტესტოთ პირველ რიგში. დიდი მადლობა ჩვენ ამერიკელ მეგობრებს რომ ეს გამოგვიგზავნეს. პირველ რიგში მადლობა, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო. ერთი შეხედვით კარგია, თვითონ დაშვება აქვს 30-06 ვაზნაზე, ანუ საკმაოდ დარტყმაგამძლე ვარიანტია ამ შემთხვევაში, მაგრამ არის რაღაც ექსტერიერის წვრილმანები, რომელიც მე პირადად ვიზუალურად არ მომწონს. აი ხა იმ ხელა ისინი რა შეჭirdება. და არ აქვს ასევე დაცვა. ნახე,
მარტივად შეგიძლია დაატრიალო, ანუ ლოქი არ აქვს. მაგრამ ამას ხო, ნახე, მაგრამ მინუსში ამას ვერ ჩავთვლი და რატო? გადაადგილებისას, როდესაც ზერო გასწორებული გაქვს, ეხლა მთლიან კრუგს ვერ გააკეთებს. თავისით ჩანთაში. მე ირაკლი ერთხელ რო ჩავხედე წეღანა მასწინათ. ამაში უფრო კარგად ჩანს და უფრო ახლოს მოგვინემეს. ბადი აქვს ძალიან სუფთა, ძალიან კარგი, პლუსი აქვს ძალიან დიდი და წეღან რაც აღვნიშნე, ნახე, ეს ხო თავისში სტრიალებს, ლოქი არ აქვს. მაგრამ მინუსად ეს არ ითვლება და რატომ იცით? ზოგადად იარაღთან ერთ ადამიანს უნდა ქონდეს შეხება, ეს ხო არ არის სათამაშო რო ბავშვებმა აწვალონ, ხო? იცი რომ ზეროზე გასწორებული, ხო? თქვა დაგვდა გადატანისას, თქვა რაღაცა შეეხო და გადაადგილდა ესე, ხო? ადგები და დააყენებ ისევ ნულზე. всё. ეს ამას მინუსში ვერ ჩავთვლი, მაგრამ კარგი იქნებოდა როგორც რედვინს აქვს ესეთი ლოქერები. ეს აი ჩვენს აყურებელს ვაჩვენოთ როგორი სხვაობა აქვს. კი, ვიზუალურად ძალიან დიდი არის. გაცილებით დიდი არის და გაცილებით მძიმე არის რა. აი ეს როგორი მძიმეა, ესე იგი როგორ გაამძიმა. კი, სატარებლად არაკომფორტულია, მაგრამ თუ პრაქტიკაში ამას შედეგი დადო, მაშინ მე ამის წონას ავიტან პირდაპირ გეუნებით რა. ამისი ზედმეტი წონა ჩემთვის მინუსი არ იქნება რა. შენ როგორ ფიქრობ? მაგას რა მახასიათებელი აქვს ამაზე უკეთესი? ამასთან შედარებით ერთადერთი ის არის, რომ გვაქვს ზუმი უფრო დიდი. ანუ ობიექტი შეგვიძლია უფრო ახლოდან დავინახოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ იარაღების შემთხვევაში პლუსად ვერ ჩავთვლი. რადგან ამ იარაღის ზუსტი სამიზნე დისტანცია არ არის იმხელა, რომ ეს გადიდება დაგჭირდეს რა. ედაკლი, მოდი ესე გავაკეთოთ ბედას. შენ იარაღზე ეს იყოს მუდამ, ჩემი იარაღზე ეს იყოს მუდამ. ჩვენ მაინც დავდივართ სანადიროდ ერთად მეურნეობებში. კი ბატონო. და რო დავყვადიჯებენ, ესე იგი 300 მეტრამდე მე ვესვი, იმის იქ შეესროლე. მოგوارებულია. ესე იგი უფრო გაუმართლებს, უფრო მეტი სროლა იქნება ესე იგი ვაჟასთან. მე რაღაცა შორიდან ჩავსაფრთები, იმიტომ რომ ახლო დისტანციაზე ამის სროლა შეუძლებელია და რატო? 5-დან იწყებს გადიდებას. კი ბატონო. თუ 50 მეტრში რაღაცა ნახე, 50 მეტრში ამით ვერ ესვი. აი ამით ესვი. პლუს მინუსებია რა. ეხლა გავტესტოთ. ნახოთ. ზეც ჩავიდა, არის 8-15 წუთი. კარგი ამინდია, ქარი არ გვაქვს. მოკლედ დღეს გამოვიყენებთ 150 გრეინიან ვაზნას, რომელიც ძალიან კარგად არის მორგებული ჩვენს იარაღზე. ნაკლები უკუცემა აქვს, მაგრამ 168 გრეინიანი არის იდეალური ატათურქვასთვის. 308 კალიბრზე მაქვს საუბარი. და დღეს იცი რომ ვაზნები 168 გრეინიანი ვერ ვნახე? დეფიციტია ვაზნები საქართველოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენსავით ძალიან ბევრი ადამიანი ამოდის და ვარჯიშობს. ეს არის ძალიან კარგი და ძალიან სასიხარულო და დღეს არც ერთი ვაზნა არ მინახავს. წინაზე ხო ვიყავით, თქვენ არ იყავით. ჩვენ ხომ ავკრიბეთ ვაზნები. აი დღეს რომ გამოვიარეთ, ერთი ვაზნა არ მიპოვია დაგდებული და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენო მაყურებლებო რა. მოდი გადავიდეთ უკვე ტესტირებაზე. ეგ იარაღი გასწორებულია. მოდი მაშინ პირველი დავიწყებ მე დღეს გასწორებას. კი ბატონო და ეგ იარაღი უნდა გავასწოროთ აუცილებლად. აუცილებლად უნდა გავასწოროთ. კი ბატონო. წავედით. და მე აქედან შევხედავ. კარგი. ვიწყებთ ახლა სროლას. დისტანცია გვაქვს დაახლოებით 80 მეტრი. და ვნახოთ ასიცავს. უზემოთ მოხდა იქ. ზევით ხო? კი, ნახედავ? კი, ერთი უნდა გავიმეორო. მოხდა მარჯვნივ ზემოთ. მარცხნივ ზევით. მარცხნივ ზემოთ, ხო? ეხლა თუ იგივე ადგილას მოხდა. კი, იგივე ადგილას მოხდა. ანუ ესე იგი უნდა ჩამოწიოთ ცოტა ქვემოთ და მარჯვნივ. კაკა, ხაკ რა ხდება? ანუ zero stop, click. აქ რა ხდება? აი აქ. მარცხნივ არის მაღლა, ანუ ჩვენ უნდა ჩამოწიოთ კაი დაბლა. ხო. ის რა იარაღია ბიჭო, როგორი ხმა აქვს? და გამოსაწევია მარჯვნივ.
ცენტრში. დაინახე ხო? კი, ოღონდ უყურე? მარცხნივ. ხო, მარცხნივ. კარგია. აბა გავიმეოროთ. თუ ისე იქ მოხდა, ესე იგი არის უკვე არის კარგი იკა. ეგ არის. 1-2 მილიმეტრია სხვა მეტი არა. ანუ ტყია-ტყიაშია ხო? ეგ არის. ანუ კიდე მარჯვნივ უნდა გამოვწიო აქეთ ხო? სულ ოდნავ მაშინ. ან ესე კაროში რო ხელია აღარ მოკიდო ჯობია. არა, ორივე მარცხნივ არ წავიდოთ. აბა ერთით გავიმეორო. თითამით. კარგი შედეგია სხვათა შორის. კი, კარგია იგა. ესე შე თუ ესე უცებ გაასტორებდი მალადეს ხო? აბა გავისურვოთ. ეს ტომარები სხვათა შორის ძალიან კარგია. კი, მაგარი. აჰა, კიდე იმ ორს მოხდა, ხედავ? ხო, 3-ია უკვე ხე. ეხა 3 არის. უნდა გამოვწიო კიდე მარჯვნივ. და უნდა ავწიო მაღლა. მაგრამ უნდა აწიო იცოდე ოდნავ, ვაფშე ოდნავ. კაიგე? კი. მოდი ეხა, რამოდენიმე საკონტროლოს გავისვრი და მე უკვე ახალი მივაკრათ. და ვესროლოთ 5-5. გამიქცა. ეხლა მოხდა მარჯვნივ ქვემოთ. კი, გამექცა, ჩემი ბრალი იყო. ეს ჩემი ბრალი იყო, გამექცა თვითონ იარაღი. ხო. დაბლა მოხდა კიდე. კიდე ასაწევია. ეგ არის. ნახე აბას არ მოხდა. აჩა, მე ნახულო. ზუსტად ცენტრში მოხდა. კი, კარგია. ერთი ვაზნა დამრჩა ამ შეკვიდან და ესეც უნდა კონტროლი გავუკეთოთ. ზუსტად 10-იანში მოხდა, ზუსტად. ეგ არის, გასურდა. კაია ხო? შეცვალა სპეციალად. შეხედე. კი. ის ერთი ხო შენ ტყუაში დავაჟინე მეორე გვერდზე, ხედავ? კი, ხედავ. ოდნავ მაღლა. ეგ არის გასწორებული. ჯიცი როგორი პოდია? ხან აი რო ისური ხარ ემოციებში, გაიგე? კი. ანუ არ უნდა იჩქარო რა. კარგია. გავასწორეთ ეხა ეს იარაღიც გასწორდა. ეგ იარაღი თავისთავად გასწორებული იყო, არ შევხებივარ და მართლა კარგად და სტაბილურად ისვრის. და ხო ვამბობ რა, ეს ვაზნები 150 გრეინიანი ძალიან კარგად მუშაობს. უცემას ნაკლები აქვს. მე მაქვს შენთვის დამალული სიახლე. აბა. ჩუმად მაქვს წამოღებული. აბა რა სიახლე გახ. კიდე განახო? ჩვენ. რა არის ეგეთი რაც არ ვიცი აბა. სინერიის ქვეშ მაქვს დამალული. აბა მითხარ. აბა მაჩვენ. შერო ალაგებდი? აბა რა არის? ესა შავი ყუთი. შეცვალა აბა. აუ ღამის ხედვის ოპტიკა. აი საღოლ. აბა. აი ყოჩა. ეს თან ოპტიკაზე ყენდება, ხო? კი ბატონო, აი ყურე ირაკლი, მინდა აღნიშნო რომ შენ შემოგეურჩებით. აი. აჰა. ეს არის მაგის სამოქ. ეს ყენდება ამაზე. ყურე. აბა. აი ესე უნდა ჩააწყაბო. აჰა. და მომართვი.
ეს უკვე ღამე მეურნეობებში ან ტურაზე როდესაც გვექნება შესაბამისი სიტუაციები. ამის ნადირობის ძალიან მაგარია. მაჩვენე? როგორია? აი ეხლა ჯერ ვერ დაინახო. ხო. ჩაითო? ჩაითო? აჰა, night vision დაეწერა. ვაუ, მაგარია. ნახე თავისი ისიც ქონია ჯვარი. ეგ ჯვარი უნდა გაუქრო და უკვე ამისი ჯვრით შეგვიძლია. ამას აქვს თვითონ ჯვარს ანტებს. ღამე აქვს უნდა ელემენტი. მასადე. ელემენტი ჩასვა. მაშინ ახლა მე რას გაჩვენებ? აი. კაი. მასადე. ამას ჩასვა ელემენტს. ეს თვითონ ესეც ანათებს და ამას აღარ უნდა. ვთი? მაცადე. აუ რა გაგაჩანს არა? არა ამას უნდა გასწორება რა კარგად. ხო, აჰა. ელემენტს რო ჩავსვა ვიძახი, 4 თვია. ორივესთვის ვიყიდე, მე უკვე ჩავსვი და მოდი ახლა ვქაცი. მოდი, მოხსენ და ბარემ ჩავსვათ. თორე დაგვავიწდება. დაატრიალე, აი აქ გარეთა. არა, ეგ არა, გარეთა. აი ეგ ცალკე დაატრიალე. და ბევრნაირი ის აქვს, პოზიცია აქვს ნათების. მოიცადე, ეხა ნახე რა ხდება. ეხლა უყურე, ამას ეს უნდა გააქრო. მაგრამ უყურე ხა რა ხდება ირაკლი, იცი? ორი ის ჩანს ბიჭო ჯვარი. ხო. ახლა ეს არის ძალიან ახლოს არის. მაჩვენე. მოდი აქ დადი. აბა აქ ნახოთ ჩვენ ფუნქციები ერთი წამით. აქ ნახოთ ეხა ჩვენ. მაგას აქვს, კაროჩე, შეიძლება გააყენო 2x-ზე, 4x-ზე. ერთი წამით გავერკვიოთ. რუსული მენიუ აქვს. რამძიმი ეს აიგა. იგა. ხო. ეს არის ძალიან მძიმი. ფიმია რა. ბიჭო, ლულა რა, აფრე გახურებულა ბიჭო. კი. ციცამით. მოიცა ისინი გაცანო. მოდი აბა ნახე. როგორია? ხახედი აბა. ძალიან მაგარია. შეძობა ვიცი. ის ჯვარია ვანტო. აუ ის რა მაგარია ჩანს. ხო, ანუ ეხა ნახე ჯერ დღიარი. ღამის ხედვაზე რო გადაიყვან და მაგ წითელ ჯვარს გააკეთებ, ხო? всё, ჩათო. აი ამისი ჯვარი ანათებს ეხა. ეგრე დავაყენე. ამისი ჯვარი ანათებს. მაგრამ ეგ უნდა გამორთო ხოლმე, თორე ელემენტი დაждდება. ძალიან მომეწონა სხვათა შორის. ბიუჯეტი დაახლოებით რა ქონდა აი მაყურებელსაც რო უთხრათ. მე ირაკლი ეს შევიძინე რო არ დაგიმალო 400 ლარში ძმაგაცობით. აჰა, გასაგები. საინტერესო ფასია, იმიტომ რომ ზოგადად ღამის ხედვის და თერმული ხედვის ოპტიკები თავისი შიგთავსიდან გამომდინარე ცოტა ძვირებიღეს რა და რამდენად მუშარი უკვე ამას პრაქტიკაში. ანუ ირაკლი რა გამოდის? მე რო წავალ მეურნეობაში ღამე შენ დაიძინებ მე ვინადირებ. არა, მეურნეობის გარდა ტურებზე ნადირობა ხანდახან არის ხოლმე გადართული რა და ღამის ნადირობებში გადასარევი არის რა. კი ბატონო, ეს ამისი განხილვა გავაკეთოთ მე. მაგის განხილვა ღამე გავაკეთოთ. საგე შევინახოთ. აი, ეხლა ცოტა ხან ლულებს დავასვენებთ, თორე ძალიან გაცხელდა ჩვენი ლულები, მანამდე კიდე ჩვენ ვაზნები უნდა ავკრიბოთ. ვაზნები ავკრიბოთ. მე აი, ჩვენი ვაზნები. მერე გავაკეთოთ, ანუ იცი რა არის სხვათა შორის? ძალიან საინტერესოა გავაკეთოთ ვაზნების აღრიცხვა. და განსაკუთრებით მე გავაკეთებ მაგას და რატო? ეს შევიძინეთ ახალი, ეს იარაღი. ხო. და დღემდე ვინახავ აქედან ასროლ ვაზნას. რო გავა ერთი წელიწადი დავითვლი რამდენი ვაზნა მაქვს ნასროლი. ხო ხტები, ზოგმა რო იცის, აი 1500-მდე მაქვს ნასროლი. ანუ ვერ გამოთვლი მარტივად რა, ძალიან რთული არის. ხანდახან ავოდივართ 200 ვაზნას ვისვრით ხოლმე დღეში რა და ეხლა უკვე ზუსტად გვეცოდინება რა. ეხლა ირაკლი. ანუ ჩემი ოპტიკა დიდი ხანია გასწორებული არის. შენიც არის უკვე გასწორებული. ეხლა უკვე ვივარჯიშოთ. ეხლა ცოტა ხანი რდულები ცხელია დავასვენოთ. კი ბატონო. მე 5-5 ტყვია გავისროლოთ. ავიდეთ ეხლა ის მიშენი ახალი დავაყენოთ და ვნახოთ, შევადაროთ ეს ოპტიკა და ეს ოპტიკა რა სხვაობას მოგცემს. კი ბატონო. ანუ ისე თუ ასე არა უშავს ვისვრით. ანუ პროფესიონალები არა ვართ, ძალიან მაგარი. თან ვისვრით ჩვეულებრივ არანაირი ბიპოდი და ტრიპოდი არ გვაქვს, ვისვრით ჩვეულებრივად ან დაწოლილი ან თან ზივართ მუხზე. ანუ ნახოთ რა შევხედოთ. ანუ ჩვენი შეხედულებით მე მგონი ამ მანძილზე 100 მეტრზე რომ სიტყვაზე
2 მმ-იან და 5 მმ. კი ბატონო, ერთი მოაქვია მაგას, ტყვია-ტყვიაში არის, ვაღიაროთ, ტყვია-ტყვიაში არის მორთული. ფიცავა შენ მორთულ ტყვიაში მოხდა და კი, დავინახე. გაფართოვდა, ვეთქვის, ხო არა აცილე თქვა და უყურებ ტყვია-ტყვიაშია. გენაცვალე, ძალიან კაი. კაი. ვერ დავინახე სადმო. შავში მოხდებოდა და გარი 10-იანშია. 10-იანშია, ხო? ძალიან კარგი. ანი აქ მიდიხარ შენ. რაღაც კარგი შედეგია ალბათ და ოთხის როლე ხო? ეხა მეხუთია. მე მგონი ეგოი დავამყარე. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აუ რა მაგარი ემოციებია. გუნჩი კაი მსროლელი სადირე რას ამბობ, მაგარია. ეს ერთი ვერა. წავიდეთ ნახოთ. ანუ ჩემი შეხედულებით 4 ცალი იყოს კარგად და 1 ცალი ბოლო, აი რომ ვეღარ დავმალე სიხარული და ავაცილე. აი გარი რა საერთოდ. თუმცა რაღაცას კარგად გააკეთებ, ასე მგონია ედაგნი ყველა ადამიანი ეგრეა, ხო? ემოცია. ეგრეა. სიხარულის ადრენალინი. მაგასაც მივეჩვევით მე. იღადა. არა, ცუდი არ არის ის, მაგრამ ისიც იქ მინდოდა, ხო იცი? ყოველთვის უნდა ეცადო იმას, რომ მიაღწიო კარგ შედეგს. შეხედე ხა. 2 ტყვი არის ტყვია-ტყვიაში. შეხედე, ამის პატია. აი ეს ვესროლე ბოლოს აქა ემოციებით. აი ეს არის 2 ტყვი ერთად. კი, ეტყობა კიდევაც ვიზუალურად. ანუ ეს არ მეჩქარა ეს მოხდებოდა აქ. ძალიან კარგია. მე მგონი კარგი შედეგია. კმაყოფილი ხარ. ძალიან კმაყოფილი ვარ და ასე რომ ყველას უსურვებ იქ გაწარმოებებს პირველ რიგში ჩემ თავს და მე სხვას არავის არ ეწყინოს. მოკლედ მიზანი გასწორებულია. სხვათა შორის ძალიან მარტივად მოვერგე ამ ოპტიკას და ასევე ამ იარაღს. ოპტიკა ძალიან კომფორტულია. თავიდან ვიდეოს დასაწყისში ვამბობ იმას, რომ აი ეს თვითონ მარეგულირებელი რგოლები ცოტა დიდი მომეჩვენა, მაგრამ ერთიანობაში დისკომფორტს, როდესაც უშუალოდ სროლის მომენტში ხარ, დისკომფორტი ფაქტობრივად არ აქვს. სავარაუდოდ წინა ოპტიკაზე მიჩვეული იმასთან შედარებით ეს დიდი რგოლები არაკომფორტული მომეჩვენა, მაგრამ ერთიანობაში მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ესეთი საჩუქრისთვის Discovery Optics და რაც შეეხება ამ ბრენდის საქართველოში შემოტანას მე დავაჟავ ახორციელებთ მოლაპარაკებებს ამ კომპანიასთან და ძალიან მალე ძალიან კარგი სიახლეებით დაგიბრუნდებით. ეხლა ბოლო 5 ტყვია მზად მაქვს და ვიწყებ 100 მეტრ დისტანციაზე სროლას. ვაჟას ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა, მინდა აღვნიშნო. ყოველი ჩვენი აქ ამოსვლა მოკლედ ძალიან კარგი შედეგით სრულდება და უფრო კარგ შედეგებს ვდებთ. ნუ ზოგადად ყველაფერში ეგრე რაც რომეც ვარჯიშობ, უფრო კარგი შედეგი გაქვს. ყველაფერში ჭირდება შრომა. შრომა შექმნა ადამიანი. წავედით. აბა, ნახოთ. მეც ამ შემთხვევაში წამოვწვევი. ესე კარგად ჩანს. დაბლა მოხდა. არის კარგი.
ცენტრშია. კარგია. სამაგრი ჩამომივარ და ესე დავდოთ. მეორე ვაზნა ცენტრშია. კარგია. სულ აქცან. ცენტრია. ცენტრია. კარგი ხარ. და ბოლო ვაზნა. რა არის? ბოლო ვაზნა. ცენტრია. ოქრო ხარ. ვაივე. წავი. იცი რა არის უყურე ხა შე როგორ სოლიო უყურე. ანუ ხელი გტკენს, მუხლი გტკენს და იმიტომ არის ეგრე. კი, მაგრამ სხვათა შორის ეს ნადირობასთან მიახლოვებული არის რა. როცა ნადირობთ, კომფორტი არ გვაქვს. აბა წავიდეთ ნახოთ. ირაკლის შენობა როგორ ფიქრობ, როგორი შედეგია? შედეგი მთლად კარგი ვერ არის. კარგია, კარგი ირაკლი მომისვინე. ნელა ვეჩვევი ამ იარაღს. უყურე. შენ ადრე ვარდიშობდი ჩემი იარაღიდან. და შენი იარაღი სულ ის როლი ასე მგონია ეხლა მესამეჯი. ჰა, ეგრე არის? ეგრეა, იარაღსაც ვეჩვევი და თან იარაღი ახალია და ეგრეთ წოდებულ აპკატკას გასდის. მაგრამ ეგ ამასთან არაფერ შუაში არ უნდა იყოს იმდენად. აბა ნახოთ. შვენიერი. აი ტყვიაშია შენ ძმობას ფიცავა. ის ხო შეგვესული 5. 1 2 3 და 2 ცალი ზუსტად აქ არის ერთმანეთში. ხედავ? აი. კი. ამ შვენიერია. კარგი. შვენიერი. შვენიერი საღამო გამოგვივიდა. სამსახურის მერი ამაზე კარგი რა უნდა გააკეთო მონადირე კაცმა, გამოდიხარ ბუნებაში, იარაღთან გაქვს ურთიერთობა. თავარი არ არის ეს, მე დავაჟა ხშირად ვახსენებ. თავარი არ არის რამე მოინადირო რა. ბუნებასთან როდესაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, კონტაქტი გვაქვს და თან ერთად ვართ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ამას დიდი სიამოვნება არაფერი არ არის. თან მე ვფიქრობ ეს საქმე ყველა კაცმა უნდა იცოდეს და ყველა კაცმა უნდა აკეთოს, ბოლო-ბოლო ქალები ვარჯიშობენ. ამიტომ შეიძინეთ იარაღები, გამოდის სასროლეთში. ჩვენი კანონი ყველანაირად აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ გამოვიდეს და ივარჯიშოს. ირაკლის ეუღლემ იცის იარაღის დაშლა, აწყობა გაწმენდა. კი, სახში რო ვდივარ ახლა. მე ახლა უნდა ვასწავლო ჩემს. ძალიან კარგი. მე ირაკლი დღეს ამ ჩვენი ახალი ოპტიკით ვარ ძალიან კმაყოფილი. კი, ერთიანობაში. ძალიან ახლოს მოაქვს. ბადეთ სუფთა აქვს, თუ დააკვირდები, ძალიან სუფთა ბადეთი. მე მაგალითად ჩემას დავაფიქსირებ. როცა ესე ვარდიშობთ, როცა ეს უფრო იქნება აი მაგალითად ოპტიმალური შორმანძილზე. დიდ მანძილზე უფრო დიდ შედეგს დადებს. მაგარია ძალიან. ამიტომ ეხლა ნახე რა გავაკეთოთ. ძირითადად რა ჩვენს მაყურებელს თავაზობთ არის დაახლოებით 100 მეტრაზე, 150 მეტრზე სროლა. ჩვენ უკვე შემოგთავაზებთ 200 მეტრი დანსროლას. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. 200 მეტრიდან დავიწყოთ, ვივარჯიშოთ 100 მეტრაზე უკვე ვიცით. 200 მეტრზე რო გადავალთ, ჩვენი ოპტიკები გვაძლევს საშუალებას უკვე კლიკებით ვარეგულიროთ 200 მეტრ დისტანციაზე, თქვათ რამდენი კლიკი დაგჭირდება აი ამ მაგალითად აი ამ შედეგის მისაღწევად. 300-ზე რამდენი დაგჭირდება და ასე შემდეგ. გავაკეთებთ ექსპერიმენტებს ყველაფერს დეტალურად. განვიხილავთ და გაჩვენებთ ამ ყველაფერს თქვენ. ხო, არხის გამოწერა არ უნდა დაავიწყდეს ჩვენს მაყურებელს. ეს არის ირაკლი აუცილებელი. ჩვენს მაყურებლებს უთხრათ, თხოვოთ, უჩიოთ, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, უყურონ ჩვენ არხებს, ბევრ სიახლეს თავაზობთ და თვითონაც ისიამოვნებენ და ჩვენთვის ეს არის დიდი мотивация ამას ვამბობ მე ყოველთვის. თან წინა ვიდეოში ახსენეთ, ძალიან ბევრი საჩუქრები ელოდება ჩვენს მაყურებლებს და საჩუქრები ელოდება და თქვენ ხართ, აი ირაკლი მე ის მინდა აღნიშნო და ჩემს მაყურებლებს უნდა უთხრა, რომ ამ ასაკში ვარ და ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ YouTube-ზე და ირაკლი მიიღო დიდი წვლილი და უკვე ისეთ აზარში შევედი, რომ სულ მინდა რომ აი რაღაცა სიახლე გავაკეთო, რაღაცა მე მაგალითად ეს იარაღები ძალიან მიყვარს. თან ამ ყველაფერს რატო ვაკეთებთ YouTube არხს? ჩვენ ამ YouTube არხით გავიცალით ძალიან ბევრი ადამიანი და სხვათა შორის საქმიანობაშიც გადაიზარდა ბევრ ადამიანთან. ბევრი ძალიან საქმიანი წინადადებები იყო ჩვენი მხრიდანაც, მაგათ მხრიდანაც და მოკლედ ვაკეთებთ ძალიან კარგ საქმეს, როგორც ჩვენთვის, ასევე სხვისთვის, თორე YouTube-დან შემოსავალი ჩვენთვის
არაფერს არ წარმოადგენს, ზღვაში წვეთი არის, ყავს გრანდიოზული და ყველაზე მაგარი სპონსორი, ესე ვიტყოდი, ჩვენი კომპანია Drive Motors-ი, რომელიც ყველანაირად ხელს გვიწყობს და ეს კომპანია სხვისი არის, ესეც ჩვენი კომპანია. ჩვენ ვქრით ყველაფერს, ჩვენ ვქრით მეგობრო, ყველაფერს ჩვენ თვითონ ნადირობთ, ჩვენ თვითონ წერთ, ჩვენ თვითონ, აი, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ ყველაფერს, ვუფრთხილდებით დროს და რაც თავარია, ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანით. კი ბატონო. YouTube არხის საშუალებით. რომ არ ქონოდა ეს YouTube არხი, კი გავიცნურით ადამიანებს, ვინადირებდით ისევ როგორც ნადირობდით აქამდე, მაგრამ ამ პლატფორმამ კიდევ უფრო დააჩქარა ჩვენი ხალხთან ურთიერთობა, რითაც ძალიან კმაყოფილებული. ესაა ჩვენთვის თავარი რა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გქონდეს ბუნებაში. გათამაშება არის ახლოს. მე როგორც მაშინ დავაანონსე, კიდე ირაკლი იმას გავიმეორებ, იარაღს ვინც მოიგებს, სიურპრიზს პირდები და თუ ექნება სურვილი, წავიდეთ ერთად სანადიროდ და ვიდეოც დავჩავდეთ. და ყველაზე მთავარი 10 აგვისტოს, როდესაც გავათამაშებთ, აგვისტოს ბოლოს სეზონის გახსნაზე იქნებით ჩვენთან. ირაკლი, მეც მაქვს გაკეთებული კომენტარი. ხო. მე რომ მოვიგო. რა პრობლემა? ხო წამიყვანს სანადიროდ. კი ბატონო. და მოდი მაშინ ესეთ რაღაცა გავაკეთოთ. თქვენ თუ მოიგებთ, თქვენი რჩეული არჩი იქნება, ვაჩუქებ იმას იარაღს. ეს არის 2x2 4. არავინ არ თქვას, რომ ჩაწყობილი ასე შემდეგ. ეს პროგრამა ავტომატურად არჩევს იღბლიან ადამიანს. ეს იქნება ვაჟა, ეს იქნება ირაკლი, ეს იქნება ჩემ მეუღლე. ჩემ მეუღლეც იღოს. ჩემთვის ვისაც ექნება კარგი კომენტარი, მე იმას ვაჩუქებ. ხო, მაშინ ჩემთვისაც. ძალიან კარგი. მოკლედ მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე ყველას გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას და შევხვდებით კიდევ ძალიან ბევრჯერ. დაგემშვიდობებით, ყველანი მიყვარხართ, ყველას გცემთ დიდ პატივს. ჩვენი პატარა საქმით ვაკეთებთ ესეთ პატარა რაღაცებს და რაც ვართ ეს ვართ. და რაც თავარია, მაშინ უკეთეს ზოგადად ჩაერთო. კარგად. აბა კარგად.